მოგესალმებით ყველას. განსაკუთრებით League of Legends-ის, კერძოდ Arcane League of Legends-ის ფანებს. მოკლედ, ამ League of Legends თავს არ ვანებებ. სასაცილოა რა, უბრალოდ უნდა დამითვალოთ ვიდეო, უბრალოდ ჩემ ვიდეოებს უნდა გადაავლოთ თვალი და დათვალოთ რამდენი პროცენტია მათგან League of Legends-სთან დაკავშირებით. არ ვიცი რა, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან დაინტერესებული ვარ თქო League of Legends-ით, მაგრამ არ მეგონა თუ მართლა ამდენ დროს დავუთმობდი ჩემს არხზე. Arcane-ის განსაკუთრებით, ანუ პრინციპში ველოდებოდი, იმიტომ რომ მეორე სეზონი გამოვიდა ახლა და ჰაიპშია თან მაგარი. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი რამ. როგორც უკვე ვთქვი, რომელიღაც ვიდეოში, არ მახსოვს რომელში, სანამ მეორე სეზონი დაიდებოდა, ზაფხულში რომ ვარეაქტებდი. ან ჩემპიონის ტრეილერი იყო რომელიღაცის, ან სიმღერა, აღარ მახსოვს რა. როგორც უკვე ვთქვი, ველოდებოდი მეორე სეზონში ვიქტორს მიეღო ისეთი ფორმა, როგორც Arcane-ში, League of Legends-ში გამოიყურებოდა. მაგრამ თითქმის სხვანაირად მოხდა, იმიტომ რომ ვიქტორმა მიიღო სხვა ფორმა. ოღონდ ეს ფორმა ახლა მასკეს რა ქვია, გადააკეთეს, ანუ შეცვალეს, გამოიყენეს League of Legends-ისთვის. განახლება გამოვიდა ერთი სიტყვით ვიქტორთან დაკავშირებით The Herald of Arcane. Arcane-ის მაცნე. აუ რა. ისედაც ესე ერქვა, ну არა, ისე The Machine Herald ასე ერქვა. და ასე ქვია ისედაც, ზედმეტ სახელი League of Legends-ში ასეთი აქვს, მაგრამ ჩემპიონის ტრეილერს რომ ქვია, remake-ის ტრეილერს რომ ქვია The Herald, Victor the Herald of Arcane. აი ეგ არის მაგარი. პირდაპირ არის Arcane-ი ნახსენები. ანუ ашკარად ახლა Arcane-ის სტილით არის. მინდა გითხრათ რომ ანუ ცოტა ვაგვიანებ ამის დარეაქტებას, რამდენი ხნის წინ გამოვიდა? 9 დღის წინ. და მინდა გითხრათ რომ საკმაოდ ცუდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ახალ ფორმას, მაგრამ მე ამაში პრობლემას ვერ ხედავ. ანუ პირიქით ვიქტორი მომწონდა როგორც გამოიყურებოდა თავდაპირველად League of Legends-ში, მაგრამ ეს ფორმა ჩემთვის ბევრად უკეთესია. აი, ვერაფერს ვერ ვიტყვი. 100 თავით ჯობია ეს ფორმა იმას რა ქვია. League of Legends-ის ძველ ვერსიას. თუნდაც Arcane-დან რო დავინახოთ ამ ფორმით, აი, რამდენიმე კადრი, ნებისმიერი კადრი იქნება მაგის ახალი ფორმის არაჩვეულებრივი. ახლა ტელეფონის ფონზე, wallpaper-ზე ზუსტად ვიქტორი მიყენია იქ. დგას რა ქვია, ჯეისის წინასე, თავის სამყაროში, გონების სამყაროში. მიხვდებით რომელსაც გულისხმობ რა, ოქროსფერ ფონზე იქ. ჯერ ხო იმის გამოჩენა სიბნელეში რომ იყო ეს შავი ლურჯი იასამნისფერი ფორმა რო ეცვა და თავზე ეს შარავანდედი არა, დამავიწყდა რა ქვია ეს. რა, ღმერთივით ასე რომ შემოვიდა. ჯერ მარტო ეგ სცენარა იყო და მე ბოლოს რო აჩვენეს სხვადასხვა ვერსია კადრების. თუნდაც იმას რა ქვია, სახე რომ მქონდა გამოჩენილი ნაწილობრივ მოგონებებში. ვიქტორის ფორმა იყო მშვენიერი და მართლა ძალიან მომეწონა. ვიქტორის ყოველი ფორმა იყო მშვენიერი. ну გარდა იმისა ახლა აფეთქების შემდეგ როგორც გამოიყურებოდა. ყოველ შემთხვევაში ძალიან მომეწონა და ძალიან მიგვირს ეს ნეგატივი ხალხის მხრიდან. ძალიან მიხარია რომ League of Legends-ის ამ ფორმას ვიყენებ და მაინტერესებს კონკრეტულად ახლა როგორ შეცვლიათ ბატონი ვიქტორის ისტორიას. არ მგონია ისტორია შეცვალო League of Legends-ის, მაგრამ ვინც ის იქნებ რამე ცვლილება შეიტანონ. დავიწყეთ. ვიქტორი Arcane-ის მაცნე. 3, 2, 1 დაწყოს. Riot Games-ი. ვიქტორიის ექსკურსის მოქმედების შემდეგ.
ეს უკვე ის არის ხო? ნუ მიღები ცოტა განსხვავდება. League of Legends-ის რითმისგან. ის Arcane-ის რითმისგან. ოკეი. ის Arcane-ის ბრძოლები. X-Tech-ის პროცესორი. League of Legends-ის ანიმაცია. ეს უკვე თამაში. მინდა გითხრათ, რომ ვიქტორი თამაში δεν არ მომწონს, როგორც თამაშის პერსონაჟი. Arcane-ში ჩემი საყვარელი პერსონაჟია, მაგრამ League of Legends-ში საშუალო. როგორც ჩემპიონი, მოგესწრება ჯობია. მაგრამ ანიმაცია აშკარად მეგონა. ეს Vice წინა Jinx-ი, ეს Jace. Arcane-ის პერსონაჟებია, ეკო. ეს მიყვანბესა? Arcane-ის ფაიტსია, Heimerdinger-ი, Caitlyn-ი. ყველა დაამარცხა. ახლა Jace რომ გაგოჩნდეს. ელოდები Jace. სულ ვაუ, Victor. Holy shit. That's დიდი ხნით გავჩუმდი. ისეც ჩდებოდა ჩემი კომპიუტერი. ესე იგი ეს იყო ვიქტორი. განახლება. Arcane-ის მაცნე. ვაუ. უბრალოდ არ შემიძლია მეკეკება League of Legends-ის ანიმაციაზე. Riot Games-ი არაჩვეულებრივი ყველაფერში, ანიმაციაშიც, მუსიკაშიც და სიუჟეტის მოფიქრებაშიც. ვაუ, რაღაც საოცრება აქვს შექმნილი მართლა. League of Legends-ი ცოტა საწვანებელი თამაში კი არის, ცოტა არა და ძალიან. მაგრამ მაინც მომწონს. იმიტომ რომ საინტერესოა, სიუჟეტიც საინტერესოა, პერსონაჟებიც, ჩემპიონებიც უფრო სწორად, პერსონაჟები Arcane-ში. და მუსიკა, როგორც უკვე ვახსენე, არის მშვენიერი. ეს მელოდიაც მაგარი იყო ახლა, რასაც მოусმინეთ. ძალიან მომეწონა რომ ეს აჩვენეს რა ქვია, Hextech-ის ბურთულები და Arcane-ის პერსონაჟები, Jace, Vi, Kate, Jinx, ეკო და Heimerdinger-ი და მე მგონი ამბესაც იყო. მე მგონი სინჯედი იყო. კი არ დავკვირვები ვარ, ამბესას ამბესას ისინი ქონდა ჯაჭვად ისინი და სინჯედი შეიძლება იყო და ვერ შემომჩნია უბრალოდ, იმიტომ რომ წესით უნდა ყოფილიყო ახლა სინჯედი მნიშვნელოვანი პიროვნება არის ვიქტორის ისტორიაში. როგორც უკვე თქვი, ვიქტორი მშვენიერი პერსონაჟი იყო და ახლაც ეს ახალი ფორმა ძალიან მოუხდა. ბევრად უფრო მომწონს ვიდრე ძველი და რა ვიცი. მე არ მესმის. მესმის, როგორ არ მესმის ამ ვიქტორის ახალი ფორმის ჰეითერების, მაგრამ მოგიწოდებთ ყველას, ვისაც არ მოგწონთ ეს ფორმა, რომ რა ვთქვა ის კი არ ვიცი. მოგიწოდებთ იმისკენ, რომ შეხედოთ უკეთესი თვალით. იმიტომ რომ აშკარად კარგი ფორმაა და თუ არ გირჩევნიათ იმას რა ქვია Arcane League of Legends-ის ძველ ფორმას, უბრალოდ ნუაჰეითებთ მაინც, იმიტომ რომ რა ვიცი, არ გაძარებთ, ახლა თუ ვინმე დააჰეითეთ, პრობლემა არ არის, მაგრამ შეეცადეთ უკეთესი თვალით შეხედოთ, იმიტომ რომ ფორმა მშვენიერია. ჩემი გადმოსახედიდან ვამბობ. ძალიან მომწონს და მირჩევნია ძველს. სამწუხაროა რომ Arcane-ის მესამე სეზონი არ იქნება. სამწუხაროა რომ
დავემშვიდობეთ ვიქტორს, იმიტომ რომ დაგვიდასტურა მან რა ქვია Riot Games-მა რომ ვიქტორი და JC ორივენი ამოჭრა მომიწია ბოდიში ვიხდი ნერვები მომეშალა. ორი წუთის სალაპარაკო გადამჩნდა და მომიწია ამოჭრა. რას ვამბობდი? გული დამწყდა იმაზე რომ JC და ვიქტორს დავემშვიდობეთ, დაგვიდასტურა კიდეც Riot Games-მა და სამწუხაროა. მე მართლა ძალიან მომწონდა ეს წყვილი რა, ხო რა, წყვილი, როგორც თანამშრომლები, როგორც პარტნიორები. და ძალიან სამწუხარო. მე მართლა ველოდებოდი რომ თუ არ გენში არა, სხვა რაღაც სერიალში, სხვა სამყაროში როგორც იქნებოდა, იქ გამოჩნდებოდნენ და შეასრულებდნენ იქ მნიშვნელოვან როლს, იმიტომ რომ მეგონა რომ სხვა სამყაროში გადავიდნენ უბრალოდ მის აფეთქების შედეგად. ექსკორის. კაი, არა. ყოველ შემთხვევაში კარგი იყო. მე კმაყოფილი ვარ 100%-ით. გამომარჯვებს ვიქტორს. დაგემშვიდობებით. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ვიდეო. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ჩემი ვიდეო. თუ მოგეწონათ დალაიქეთ ერთიც და მეორეც, გამოეწერეთ არხი ერთიც და მეორეც და არ დაგავიწყდეთ საერთოდ ღილაკის გააქტიურება. და დატოვეთ კომენტარებიც. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ.